7 ნოემბერს გვიან ღამით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო რეჟიმი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის არც თუ ჩვეული მოვლენაა. უჩვეულო მდგომარეობაში ქვეყანამ 9 დღე იცხოვრა. მართალია 9 დღის შემდეგ საგანგებო რეჟიმი მოიხსნა, მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ ქვეყანა ისევ განსაკუთრებულ ვითარებაში ცხოვრობს, დარჩა. 7 ნოემბრის შემდეგ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქციის დროს ძალადობაში ამხილეს, სამართლებრივი დევნა დაიწყო. რა თქმა უნდა, დარბევის დროს ძალადობის ფაქტებს აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა, თუმცა ძალის გადამეტებულ გამოყენებას და შეიძლება ითქვას, ყოვლად გაუმართლებელ სისასტიკეს არც სამართალდამცავები მორიდებიან. თუმცა ფაქტია, ჯერჯერობით მათ მიმართ არათუ საქმეები არ აღძრულა, ხელმძღვანელობის მხრიდან არც სამადლობელი სიტყვები და არც როგორც ქართული პრესა ამტკიცებს, ფულადი პრემიები დაკლებიათ. ერთადერთი, ვინც საქართველოს მთავრობიდან 7 ნოემბრის მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ლევან ალექსიძე იყო. სისასტიკითა თუ ძალის გადამეტებული გამოყენებით თავი მხოლოდ დედაქალაქში არ გვისახელებია. ყველა ქართული ნაციონალური ტელეარხის ყურადღების მიღმა დარჩა 8 ნოემბერს ბათუმში სტუდენტური აქციის დარბევის ფაქტი. დროება არკვევდა, არის თუ არა 7 ნოემბრის შემდეგ ქართული სამართალი ცალმხრივი. ჟურნალისტი სოსო ბარნაბიშვილი მოგითხრობთ ჩვენი დროების საგანგებო ინერციის შესახებ. სპეცრაზმი ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში 8 ნოემბერს დილით გამოჩნდა. სტუდენტები 7-ში მომხდარის გაპროტესტებას გეგმავდნენ. აი, სადაც იყვნენ ყველაზე ბევრი ბავშვები შეგროვებული, აი იქ მივიდნენ ეს სპეცრაზი აი უკვე ჩანს. ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს კომპიუტერში ის ვიდეო მასალები აქვს შენახული, რომლებიც თავად სტუდენტებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი აუდიტორია, სადაც ახალგაზრდები შემოვიდნენ. აი ამ აუდიტორიაში ისროლეს ზუსტად ცრემლსადენი გაზი, ის მომწამლავი აერი, სადაც გაიმეტეს ახალგაზრდები მოწამვლისათვის. ეს არის დახურული სივრცე, თქვენ ხედავთ, აქედან ახალგაზრდები ვერ სწავლენ. აცრემლებული სტუდენტებიდან ზოგმა დამოუკიდებლად დატოვა უნივერსიტეტი, ზოგს კი სასტრაფო დახმარება დასჭირდა. თუმცა აჭარის პროკურორი გაზეთ ბათუმელების კითხვაზე, იყო თუ არა აუდიტორიაში გაზის გაშვება, უფლებამოსილების გადამეტება, ასე პასუხობს. ის ფაქტი, რომ გაზი გაუშვეს, ვერ დადგინდა. პოლიციიდან მიიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ არანაირი გაზის გამოყენება იქ არ მომხდარა. სტუდენტი ყველავყოფილ ვართ და ვიცით, ბევრი საშუალება არსებობს ყვამლის დასაყენებლად. აი აქ თვითონ ფაქტიც ჩანს გადაღებულზე, რომ გაზი გაუშვეს. პირველი სართულიდან ძალიან ბევრი გადმოხდა, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველა, იმიტომ რომ აქაც იყო განლაგებული სპეცრაზმელები, რომლებიც გამოსულებს ურტყავდნენ. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილმაც კი არ იცოდა, რომ საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდა. ჩვენ არც ვიცოდით თუ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ჯერ 7-ში გამოვიდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თქვა, რომ თბილისში არის გამოცხადებული, მე თურმე ღამით გამოუცხადებია ვიღაცას, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა მთელს ქვეყანაში არის გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა თბილისში 22 საათსა და 32 წუთზე გამოცხადდა. დაახლოებით საათნახევარის წინ პრეზიდენტმა გამოსცა საგანგებო დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ თბილისში, ქალაქ თბილისში მხოლოდ. და როგორც უკვე მოისმინეთ, საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ეს მხოლოდ თბილისს ეხება. ამ განცხადების შემდეგ გასაკვირი არაა, რომ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ, ღამის პირველ საათს არ დაელოდებოდნენ. სწორედ ამ დროს გვამცნო გიორგი არველაძემ, რომ საგანგებო მდგომარეობა თბილისშიც და დანარჩენ საქართველოშიც ერთნაირად მოქმედებდა. მერაბ ღოღობერიძე 8-ში დააკავეს. პოლიციაში მიყვანამდე ტვინის შერყევა განუვითარდა. ახალგაზრდა რესპუბლიკელს გზაში ადრინდელი აქტივობა შეახსენეს, როცა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის კარზე კაბა დაკიდა. შენ რა გეგონაო გადარჩებოდიო, რომ კაბა დაუკიდე ჩვენ მინდისო? 3 დეკემბერს, როცა მიხეილ სააკაშვილი აჭარას სტუმრობდა, ახალგაზრდებმა კიდევ მოინდომეს აქციის ჩატარება, თუმცა არ გამოუვიდათ. დაშლის კადრები კი ყველას წაუშალეს.
ბათუმურისგან განსხვავებით, თბილისური 7 ნოემბრის შემდეგ აქციის მონაწილეთა დაკავება უფრო ოპერატიულად დაიწყო. ზოგი იმავე დღეს აიყვანეს, ზოგიც მოგვიანებით. სანქციას ვერც შეიარაღებული ძალების უნიფორმის ერთ-ერთი ავტორი გადაურჩა. ზაალ სიხარულიძე კამერებმა ყვითელ ლაბადიან პოლიციელებთან შეხლა შემოხლის დროს დააფიქსირეს და 13-ში ჩოხოსანი რაინდი ხულიგნობისთვის დააპატიმრეს. სასჯელი 100 ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლა. როცა ის შეხლა შემოხლა დაიწყო, თქვათ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის სივრცის გათავისუფლებაზე, ჩემს წინ ვინც იდგა, აბსოლუტურად აი მომიტინგეების და პოლიციელები, მე ეს ახალგაზრდები ერთმანეთში არ ვაჩხუბენ. აი ძალიან კოლექტიურად ფოტოშორის იმ ორ ტრიალში ყველაფერი ისე წაიმართა, რომ არც ერთმა და არც მეორე მხარე ერთმანეთს აღარ დაარქვეს. რუსთაველზე მღელვარების ცეცხლის დანთებიდან 4 დღის შემდეგ ყოფილ პოლიციელსაც მიადგნენ. დააპატიმრეს და უთხრეს, რომ 7-ში მიტინგზე იგინებოდი და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდიო. თუმცა როცა გაზით სრემლად იღვრებოდა, ვალერიან დარჯიაშვილი სახლში დაბადების დღეს აღნიშნავდა, ამიტომ 7 ნოემბერი 6-ით შეიცვალა. ერთ-ერთი უბნის ინსპექტორი ორნი აიყვანეს დასვეს, ვითომ მე დამინახეს ამათ და მე ვიგინებოდი და თქვეს, ხედავ როგორ იგინება პოლიციის პოლკოვნიკი კაციო. და ესეთი რაღაცა. ეს გინება რამდენი ლარიანი ჯარიმად დაგიჯდა? დამიჯდა ეს თან პატივი მცეს, ვინაიდან 4 შვილი კა უმშევარ ხარ გიჭირს 100 ლარად დაგაჯარიმებთ 400-ი არა, ვაიო, აი სიკეთეს ხო დაინახავ მაინც. როგორ არ დავინახა რომ ხლა სიკეთეა ჩემს. 7 ნოემბრის აქციაზე ხათუნა შიუკაშვილიც დააკავეს. აქტიური სტუდენტი ამბობს, რომ მის დაშინებას ისევ ცდილობენ და 2 დღის წინ კარიც კი შეუმტრიეს. ეს არის ის ძველი, ნახეთ, რა დღეში ჩააგდეს იქიდან რა. ეს არ არის, ეს არის ძველი, ნახეთ, როგორ აწყეს და როგორ გლეჯავდა. რაღაცეები წვალობდნენ, ფარნები ჰქონდათ თან, ესე იგი, ფარნები გამოძიებას აქვს აღებული. 7 ნოემბრის არეულობაში 60 პოლიციელიც დაშავდა და საპატრულო მანქანებიც. ბუნებრივია, ვინც ქვების წვიმა წამოიწყო და კადრში ამოიცნეს, მხოლოდ ჯარიმით ვერ გადარჩებოდა. ნახე რომ რამოდენიმე კაცი, შეიძლება 10-15 კაცი ურტყავდა სპეცნაზელს. მეც ჩავერთე ამათთან, ასეთი აგრესიულობით ძალიან. და მე ყვა ავიღე ხელში, ქვის ჩარტყმა მინდოდა ამ პიროვნებაზე, ვიღაცას ორი ხელით ეჭირა, უფრო მოზდილი ყვა, ესე ლოდივით რაღაც დიდი და სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ვინმეს რო არ გავეჩერებინეთ, ეს კაცი შემოხტომოდა ცემაში რა. როდესაც უმწეობას სასიკვდილოდ იმეტებ, არავის უკვირს, რომ ამაზე პასუხს მკაცრად აგებ. მაგრამ როცა აქციის მონაწილე სტუდენტს ყელში თოქს უჭერენ, სამართალსაც სული ეხუთება. საკადრო ტექსტში ბატონი მიქელაძე ნასლო და ალექსიძე ვახსენთ გასწორებისთვის, ვამბობთ, რომ შვეიცარიის ყოფილი ელჩი გვარად მიქელაძე გახლავთ.